პატარობიდან მეგზავ, დედაჩემი რა გსავდა ძალიან მომწონდა და მეც გადავწყვიტე რომ შემესწავლა გსავა. და შემდეგ დიდობაში უკვე ყაისნაღით ვისწავლე, ყაისნაღის გსავა და დაბადების დღეზე, ბავშვის დაბადების დღე იყო, მინდა და რამე განსაკუთრებული მეჩუქებინა და გავაკეთე ჩანთა მოგსავა, წინ ბაჭიე და კურდღელი. და აქედან მე ერთმა გოგომ მითხრა, რომ მოდიო ისა დაიწყო სათამაშოები მოვსინჯო და თუ გამოგივაო. ერთი მოვსინჯეთ გამომივიდა მომეწონა, მეორე ძალიან მომეწონა და შემდეგ გავიგე რომ გამოფენები ტარდება ჩვენთან და ერთ-ერთმა გოგომ ისე რომელიც გამოფენებში იღებს მონაწილეობას იმას შემოთავაზა რომ უნდა მიგიყვანო ორგანიზატორთან ნოვიცა ორგანიზებს ამ გამოფენებს და ჩავერთვა იმ გამოფენებში. ახალ წელს ვიყავი პირველად გამოფენაზე და ყველაზე ძალიან გავხარებული ვიყავი, იმიტომ თითქმის გამოიყიდა ყველა სათამაშო გაიყიდა და ისედაც სიამოვნეს ამ სათამაშოების დამზადება არის სუფთა ნატურალური მასალით დამზადებული. შიგნით აქვს სილიკონის ბამბებს უძახიან და არის ბავშვებისთვის ნატურალური სუფთა პროდუქტი. არ შეეძლოს არანაირ ტყვიას. ინტერნეტით ნახულობ, ინტერნეტში დევს ესა სქემები არის ინტერნეტში, ინგლისური სუბტიტრებით არის, ზოგი გერმანულად არის, ზოგი მათმა ინგლისური სუბტიტრებით, რომელიც არის იმას ვთარგმნი. და მაქვს ვიწერ მაშინ ჩემს დღიურში და იმის მიხედვით ვგზავ. რომელი სათამაშოც მომეწონება, მე თვითონ ფერებსაც, მე თვითონ უხამებ ერთმანეთში, ზუსტად ისე არ ვგზავ. ჩემი გემოვნებით ვაკეთებ ამას ფერებს და რამოდენიმე ჩემი იდეითაც აქვს მოგზავილი. ეს არის ბარხატის ძაფები. სპეციალური სათამაშოსთვის არის განკუთვნილი. აი ეს სათამაშო მაგალითად ბარხატის ძაფით ვერ მოიქცევება. ამას უნდა სპეციალურად მაგარი ძაფი, რომ მოიქცევოს და მყარად დადგეს სათამაშო. ბარხატის ძაფებით იქცევა დანარჩენი კურდღელი, სმურფები, სტიჩები, კუები და პინგვინებიც. უმეტესობა ბარხატის ძაფით მაქვს შექმნილი სათამაში. ჩინებით რომელიც წვრილი ძაფით იქცევა, კიდე დიდ რა უნდა. ერთი კვირა მაინც უნდა კარგად რომ იმუშაო, ერთი კვირა უნდა და ფულად ძაფების ბარხატის ძაფებით დიდი დრო არ უნდა. ერთ დღეში შეგიძლია ერთ სათამაშოს გაკეთება, თუ მთელი დღე იჯდები და აკეთებ, შეგიძლია ერთ დღეში გააკეთო. სკოლა რო დავამთავრებ, სწავლობდი ფარმაცევტიულზე კოლეჯში და შემდეგ დავანებე თავი და ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, მაგრამ ეს არის ჩემი ჰობი და თავის დანებებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ არ ვგსავ, ასე მგონია რაღაცა მაკლია თქო. და რო არ ვგსავ, არ შემიძლია. სასიამოვნო, როდესაც რაღაცის კეთებას იწყებ და გამოგის, აი ახალ სათამაშოს კეთებას რო ვიწყებ, ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება, გავიგო როგორი გამოვიდა. და რო გამოდის ეს სათამაშო ძალიან მომწონს და შემდეგ ვიჩნდება სრული, რომ ბავშვებმაც შეიძინონ. მეც მომწონს ბავშვებს გამოფენებზე ბავშვებს ირყიდულობენ და მათ ბედნიერი სახეები